თქვენ უყურებთ ახოსანაიას ამბებს დღის 2 საათზე ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი გადაცემის მთავარ თემაზე საუბარს ეს არის საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო 2 დღის განმავლობაში ახალი სახე შეიძინა დისკუსიამ ნაციონალურ მოძრაობასა, ყოფილ ხელისუფლებასა და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის და ასე ვთქვათ ციფრები მოყავს როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს გაუმჯობესდა თუ გაუარესდა საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ. ჩვენ ახლა კიდევ ერთი პარტიის წარმომადგენელს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში, გიორგი პაპავა, სახელმწიფო ხალხისთვის პაატა ბურჭულაძის გუნდის წარმომადგენელი. ბატონ გიორგი, მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, არ ვიცი ქონდა თუ არა შესაძლებლობა მიგედევნებინა თვალყური ჩვენი წინა სტუმრებისთვის, აქ ძირითადად გამოიკვეთა ასე ვთქვათ სამი ხაზი. ერთი, როდესაც ხელისუფლება ამბობს, მოყავს კონკრეტული ციფრები, რომ მოსახლეობის მდგომარეობა ახლა გაუმჯობესებულია ვიდრე 2012 წელს იყო. ნაციონალური მოძრაობის პოზიცია იცით, ისინი ამბობენ, რომ მოსახლეობა გაღარიბდა, შემდეგ მოусმინეთ თავისუფალ დემოკრატებს და მათ თქვეს, რომ არსებითად არაფერი შეცვლილა და მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც იყო წინა ხელისუფლების დროს. თქვენი პარტია როგორ ზომავს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, როდესაც ასეთი ციფრების კორიანტელი გვესმის. თქვენთვის რა არის ყველაზე მისაღები პარამეტრი, რომლის მიხედვითაც დაადგენთ, როგორ მდგომარეობაშია დღეს ჩვენი მოსახლეობა წინა წლებთან შედარებით? მე გავეცანი თვითონ ნაციონალური მოძრაობის წერილს, ასე ვთქვათ, შემდეგ გავეცანი ოცნების პასუხს, სამინისტროს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პასუხს. რეალობა არის შემდეგი, რომ ეს ორი პარტია, ნაციონალური მოძრაობა და ოცნება ცდილობს წინა საარჩევნოდ რეალურად ერთმანეთთან კონკურენციის რეჟიმში იყვნენ და თითქოს დააიგნორონ სხვა პარტიები, როცა რეალურად შესაძლებელია დისკუსია იმართებოდეს იმაზე, თუ რამდენად საინტერესო მდგრადი გრძელვადიან განვითარებაზე მორგებული შეთავაზებები აქვს სხვა პარტიებს. ეხლა კონკრეტულად იმას რომ შევეხოთ, რა გააკეთა ამ 2 დღის განმავლობაში, ერთის მხრივ ოცნება, მეორეს მხრივ კი ნაციონალური მოძრაობა. აქ საუბარი არ არის რომელი პარტია როგორ ზომავს ეკონომიკურ ზრდას. მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ ეკონომიკური ზრდა იზომება რეალური ეკონომიკური ზრდის პარამეტრით. ეს ყველა ეკონომისტი და ძალიან წუხარ, რომ აქ უსმინე სამ ეკონომისტს, მანამდე გავეცანი კიდევ ორის წერილებს ერთმანეთთან და არავინ არ საუბრობს იმაზე, როგორ იზომება რეალური ეკონომიკური ზრდა. რო ის გვაქვს 3% და არა გვაქვს 7, არ გვაქვს 0. რეალურად ყველა უნდა ზომავდეს ეკონომიკურ ზრდას და მოსახლეობას ესაუბრებოდეს რეალური ეკონომიკური ზრდის პარამეტრით. არ შეიძლება ამის არც დოლარში, მით უმეტეს არც საერთაშორისო დოლარში. თითოეულ მათგანს აქვს თავისი დანიშნულება, ერთი გამოიყენება ქვეყნების ერთმანეთთან შესადარებლად, მაგრამ როდესაც საუბრობთ ქვეყანა გაღარიბდა თუ არ გაღარიბდა, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ რეალური ეკონომიკური ზრდის პარამეტრი, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში ქონდა საშუალოდ 3%, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის მდგომარეობა წლიურად საშუალოდ 3%-ით უმჯობესდება. მაგრამ აი ბატონო გიორგი, დავასრულო და ძალიან ძნელია თითოეულმა ადამიანმა აღიქვას 3%-იანი ზრდა და თავი ჩათვალოს, რომ უკეთესად გრძნობს. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანები ძალიან კუცნაბიჯებით ხდება მათი მდგომარეობის გაუმჯობესება, ისინი თვლიან, რომ იგივე მდგომარეობაში არიან, როგორც იყვნენ ადრე და ეს გვაქვს რეალობა. უმეტესი ნაწილი მოსახლეობის თვლის, რომ ისევ გრძნობს თავს, როგორც ადრე, არიან ნაწილი ადამიანების, რომლებსაც ეს 3%-იანი ზრდა არათუ არ შეეხო, არამედ პირიქით გაცილებით უარეს მდგომარეობაში არიან იმ რეფორმების გამო, თუნდაც იმ ჯანდაცვის რეფორმის გამო, წამლების გაძვირების, სამედიცინო მომსახურების გაძვირების გამო, რომელიც სახელმწიფომ გაატარა და არიან ადამიანები, რომლებიც ან უბრალოდ კეთილგანწყობილები არიან ამ მთავრობის მიმართ და შესაბამისად თავს უკეთ გრძნობენ, იმიტომ რომ ვეღარ ხედავენ ნაციონალურ მოძრაობას მაგალითად ეთერში. სიტუაცია არის შემდეგი, ვერც ერთმა მთავრობამ მანამდე ნაციონალური მოძრაობა იყო და ვერ უზრუნველყო, რომ ქვეყანაში დაცული ყოფილიყო საკუთრების უფლება, სამართლის უზენაესობის პრინციპი ყოფილიყო აღიარებული და ის რაც მიმდინარეობდა ეკონომიკური კუთხით, ის ვერ გაგრძელდებოდა, იმიტომ რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, სადაც არ არის დაცული საკუთრების უფლება. ბატონ გიორგი, გასაგებია, მაგრამ აი თქვენ რო თქვით, აი უნდა გავზომოთ ჩვენ ეკონომიკური ზრდის მიხედვით ყველაფერი, ხო, ეს არის უმნიშვნელოვანესი პარამეტრი. აი როდესაც მთავრობას აქვს არგუმენტი, რომ აი 2015 წლის მონაცემით მე ვიყავი რეგიონში ლიდერი სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომ
რეგიონში ზოგადად და მსოფლიოში არ არის სახარბიელო მდგომარეობა ეკონომიკური, ჩვენ ესეც ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რა ხდება ჩვენ გარშემო და როცა მთავრობა ამბობს, კი, არ მაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მთელ რეგიონში ასეთი მდგომარეობა, ეს თქვენთვის არ არის არგუმენტი. ეს არ არის არგუმენტი და გეტყვით რატომ. რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ რეგიონში არსებული მდგომარეობა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი რაც განაპირობებს ქვეყნის განვითარებას. აქ კიდევ საუბარია რეგიონს როგორ განვარტავთ, იმიტომ რომ მაგალითად ირლანდიის მაგალითი თქვენს გეცოდინებათ, რომელსაც ჩვენზე 4-ჯერ 5-ჯერ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. რეალურად საუბარია იმაზე, რომ ჩვენ არ შეიძლება შევადაროთ მაგალითად რუსეთს, რომლის მიმართაც გატარებულია უამრავი სანქცია და რეალურად მთელი მსოფლიო მიმართულია იმაზე, რომ მას პასუხი აგებინოს ეკონომიკური კუთხით იმ დანაშაულზე, რომელიც მან უკრაინაში ჩაიგდო. ვთქვათ, უკრაინასაც არ შევადაროთ, იმიტომ რომ იქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, მაგრამ თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. დიახ, აზერბაიჯანს რაც შეეხება იმ სანქციებმა, რომელიც რუსეთის მიმართ იყო დანიშნული, რეალურად მოახდინა ის, რომ ძალიან გაიაფთა ნავთობის ფასი, რომელზეც პირდაპირ მთელი ეკონომიკა აზერბაიჯანის მიმართულია და ემყარება ნავთობის ექსპორტს და ნავთობზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ვერც აზერბაიჯანს ვერ შევედრებით, ვერც სომხეთს, იმიტომ რომ სომხეთის შესულია სავაჭრო ერთობაში რუსეთთან. შესაბამისად, არ შეიძლება ვედრებოდეთ ქვეყნებს, რომლებიც 90%-ზე მეტი პროცენტით არიან დამოკიდებული იმ მოვლენებზე, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ამ ქვეყნებისგან განსხვავებით გქონდეს ეკონომიკა, რომელიც გრადი იქნება აღნიშნული შოკების მიმართ. არა გვაქვს ჩვენ პირდაპირ ნავთობის ფასის გაიაფებამ რაღაც ნაწილში, როდესაც ბენზინი გაიაფთა, საწვავი გაიაფთა, დადებითი გავლენა უნდა მოეხდინა საქართველოს ეკონომიკაზე. არის ევროკავშირი, რომელთანაც უნდა შევძლოთ ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გამოყენება, რადგან ეს არის ახალი ბაზარი. აქეთკენ უნდა მივისწრაფოთ და თუ შევხედავთ ექსპორტის მონაცემებს, უმეტესწილად არ არის გაზრდილი, ხანდახან არის რამოდენიმე თვეებში მცირედი ზრდა ევროკავშირთან ვაჭრობის მიმართებაში. ვერ ვიყენებთ მაგალითად თურქეთთან კონკრეტულად მაგალითი რომ მოვიყვანო, გვაქვს სიტყვიერი შეთანხმება, თქვა დიაგონალურ აკუმულაციაზე, რომ შეგვეძლოს თურქული ნედლეული საქართველოში ქართული პროდუქცია ვაწარმოოთ, გავიტანოთ ევროპაში, ამას ვერ ვიყენებთ. მოლოდინები თავრობამ მოახერხა ის, რომ მოლოდინები გააჩინა მოსახლეობაში, თითქოს რუსეთის ბაზარი ისევ რაღაც ჩვენი გადამრჩენელი იქნებოდა და რეალურად წინა კვირაში ნახეთ, რომ ისევ დაიწყო რუსეთმა რიტორიკა, რომ აღგზავნოთ ღვინოს, აღგზავნოთ. ანუ მე თქვენს ლოგიკას თუ გავყვებით, მთავრობა რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას უბრალოდ იყენებს თავის გასამართლებლად და მთავრობა არ იყო ეფექტიანი ამ პერიოდის განმავლობაში, მას გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო. დიახ, ცალსახად ესია, ანუ აი რეფორმების არათანმიმდევრულობა ბევრ რამეში გამოიხატება. მაგალითად 2 თვის წინ ჯანდაცვას რო შევეხოთ, რამოდენიმეჯერ ახსენეთ თქვენ გადაცემაში. ბატონი პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ ჯანდაცვა უნდა გახდეს უფრო მიზნობრივი. შემდეგ ამას ბატონი სერგეენკოს დაეთანხმა, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში ისევ გვესვის რიტორიკა, რომ არა, ეს არ უნდა გახდეს მიზნობრივი. უამრავი რეფორმა შემოიღეს თის კანონის, სადაც ერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც მეორეზე მაღლა, ან ერთი სოფელი მეორეზე მაღლა, იმას არ შეეხო. უამრავი მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუ როგორ არათანმიმდევრულად მიმდინარეობს რეფორმები. მაგალითად, როდესაც ესტონური მოდელი უნდა დანერგილიყო 1 ივლისიდან, ესტონური მოდელი მოგების გაუნაწილებელ ნაწილზე გადასახადის გაუქმებას რეინვესტირებას რაც გულისხმობს. ეს შეგვიძლია ჩვენ გარკვეულწილად საარჩევნო კონტექსტში განვიხილავთ, ალბათ თქვენ ამას გულისხმობთ, ხო? ამ საარჩევნებამდე ასეთი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება საფრთხილო იყოს ხელისუფლებისთვის. კონკრეტულად ესტონურ მოდელზე იმის თქმა მინდოდა, რომ მაშინ ფინანსთა მინისტრი გამოვიდა, თქვა, რომ ჩვენ ამას დავნერგავთ 1 ივლისში, შემდეგ შემოვიჭერთ კამრებს, შევამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯებს 400 მილიონით და ეს რეფორმა რეალურად გატარებად იქნებოდა, მაგრამ ის რომ რეფორმა არ გატარდა და გადაიდო, ესეც საოცარია, რომ ბიზნესი ითხოვს, რომ რეფორმა, რომელიც მათ გადასახადს უუქმებს, გადავიდეს, ეს ცალკე პრობლემაა კიდე მთავრობის და ბიზნესის კომუნიკაციასთან მიმართებაში, მაგრამ მეორე თემა არის, რომ ბატონ გიორგი, მოკლედ თუ შეიძლება, იმიტომ რომ დრო პრაქტიკულად არ დაგვრჩა და დაასრულეთ აზრი თუ შეიძლება და შემდეგ გადაცემაც უნდა დავამთავრო. დიახ, ანუ იმის თქმა მინდოდა, რომ თუ შესაძლებელი იყო კამრების შემოჭერა ესტონური მოდელის დანერგვის შემთხვევაში, შესაძლებელია ეს ისედაც. სწორედ ეს არის, რომ ამ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება მაშინ არ უნდა გვახსენდებოდეს, როდესაც რაღაც რეფორმაა დასანერგი და ფისკალური მდგრადობაა მოსაფიქრებელი. ანუ ეს არის და მე ვისურვებდი უბრალოდ, რომ უფრო მეტი გვესაუბრა თითოეული პარტიის პოლიტიკურ პროგრამაზე და ერთმანეთთან, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ოცნების მთავრობამ რეალურად გვაჩვენა, რომ მას არ შესწევს ზალა იმ რამოდენიმე ადამიანს, ვისაც ესმის ეკონომიკა და იცის რა მიმართულებით შეიძლება წაიყვანოს ქვეყანა, არა აქვს ძალაუფლება პარტიაში.
ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეძლო იმ რეფორმების გატარება, რომელიც უზრუნველყოფდა საკუთრების უფლების დაცვას და რეალურად ეკონომიკა ისე ვერ გაგრძელდება და არ შეიძლება იმ სტილში გაგრძელება, როგორც მიმდინარეობს. სხვა პარტიები, რომელიც დღეს შეიძლება ჩვენ კონკურენტებად მივიჩნიოთ, ისეთ რეფორმებს თავაზობენ, მაგალითად მინიმალური ხელფასის სახით, რომელიც რეალურად ღმერთმა დაგვიფაროს, რომ საქართველოში ოდესმე გატარდეს, იმიტომ რომ დაანგრევს ეკონომიკას. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც არის მიმართული რეალურად სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე და ამავდროულად სოციალური პროგრამების მიზნობრიობის გასაზრდაზე და მათი აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ქონია მანამდეც და მომავალშიც ვგეგმავთ ეს არაერთხელ მოხდება ამ სტუდიებში ჩვენს ტელევიზიაში, როდესაც ეკონომიკურ ნაწილზე გვექნება ბევრი სუბიექტის, ბევრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობით დებატები და თქვენ აუცილებლად მიიღებთ მასში მონაწილეობა, სადაც პროგრამებზე ვისაუბრებ და კონკრეტულ ეკონომიკურ საკითხებზე. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, რომ რეალურად ცდილობთ წინ წამოწიოთ ეკონომიკური პროგრამები და ხალხს რაც აღელვებს ამაზე იყოს საუბარი და მადლობის მეტი არავინ თვის თქვენი და თქვენი კოლეგების მიმართ, რომელიც მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი პაპავა, სახელმწიფო ხალხისთვის პარტიის წარმომადგენელი და ახლა სოციალურ ეკონომიკურ საკითხებზე საუბარს უკვე ბიზნეს კონტრაქტში განვაგრძობთ, უпростоრად